მოგესალმებით. მე აი დადებითი ვარ. დღეს ამ გადაცემაში ჩემ მინაობას მალავ ერთადერთი მიზეზით საქართველოში აინფიცირებულთა დიდი ნაწილი დისკრიმინაციის მსხვერპლი ხდება. დღეს ამ სტუდიაში გერთობით რათა იმ ადამიანებზე პრობლემებზე ღიად ვისაუბროთ, ვინც შეძენილი იმუნოდეფიციტის სინდრომის მატარებელია. ეს გოგონა დღეს პირველად მოგვიყვება თავის ისტორიას, ის ერთ-ერთი ამ 34 მილიონ ინფიცირებულ შორის, რომელიც იმუნოდეფიციტის სინდრომის მატარებელია. გუშინ მთელმა მსოფლიომში ამ ბრძოლის საერთაშორისო დღე აღნიშნა. წამყვან ლაბორატორიებში ახლაც ეძებენ ვაქცინას, რომელიც საბოლოოდ დაამარცხებს. რამდენი ადამიანია საქართველოში ინფიცირებული, რაც აკეთებს ხელისუფლებამ მათ გადასარჩენად და ახალი შემთხვევებისაგან ხალხის დასაცავად. ვარ თუ არა დაცულები, როდესაც მივდივართ ექიმთან ან სალონში და ვინ ამოწმებს ობიექტებს, სადაც საშიში ვირუსის გადადების რისკები მაღალია. საღამო მშვიდობისა, ეს არის თოქ-შოუ 100 გრადუსი ცელსიუსით. მე ვარ ჟურნალისტი ნოდარ მელაძე და ჩვენ ვხსნით არენას მწვავე დისკუსიებისათვის. პირველ რიგში მინდა ძალიან დიდი მადლობა გადაუხადო ქალბატონს, რომელიც დაგვრთანხმდა გადაცემაში მონაწილეობას და იმ პრობლემებზე საუბარს, რომელიც რეალურად საქართველოში HIV პოზიტივის მქონე ადამიანებს აწუხებთ. დღეს თქვენ ჩვენს გადაცემაში მონაწილეობას დათანხმდით ერთი მთავარი პირობით, რომ არ მოხდებოდა ეთერში თქვენი იდენტიფიცირება. რა არის ამის მიზეზი? დღეს თანამედროვე საქართველოში ადამიანები, რომლებიც არიან HIV პოზიტივი, ანუ იმუნოდეფიციტის სინდრომის მატარებლები, მაინც ხდებიან გარკვეული დისკრიმინაციის მსხვერპლნი? ამის მიზეზი ის არის, რომ საზოგადოებაში არის დისკრიმინაცია აშკარად იგრძნობა, რომ ადამიანებს ეშინიათ ამისი არ არიან გარკვეულები და ჩვენთვის ძნელია რა ისედაც ეს ავადმყოფობა და რაღაცა პრობლემა და კიდე ხალხის მიმართ მიგვიღე შენი ჯირი მეო ცოტა ძნელია. მაგისთვის ხალხი უნდა იყოს ისედაც საზოგადოებაში უნდა იყოს ეს ყველასთვის ცნობილი, არ ვიცი როგორ. შეგიძლიათ გითხრათ, ანუ ამ შემთხვევაში დისკრიმინაციის გამოხატვის რა ფაქტები არსებობდა? ჩვენთვის პრობლემა პირველი ის არის, რომ აი სტომატოლოგთან გვინდა მისვლა, ექიმებთან რაღაცა და გვიგრძნია ესეთ შემთხვევაში, მქონია ესეთი ფაქტი, რომ ექიმს არ მოეძონა ეს ამბავი და ამისთვის თვითონ უნდა იყვნენ ყველანაირად დაცული, ყველანაირად მზად, რომ მიიღონ ყველანაირი პაციენტი. რამდენად რთულია იცხოვრო საქართველოში, სადაც ბუნებრივი არსებობს სტერეოტიპები, რომელთა მსხრევაც არ დასრულებულა და შესაძლოა თქვენი ამ დაავადების გამხელის შემთხვევაში იყოს თუნდაც საზოგადოებრივი დევნა თქვენს მიმართ. შეიძლება საზოგადოებაში ის თაობა, რომელიც 15-16 წლისაა იყოს რაღაც ინფორმირებული, მაგრამ დედაჩემის ტოლი და ჩემი უფროსი თაობა არ არის ამისთვის ჯერჯერობით ინფორმირებული არ არიან იმ დონეზე, რომ მიიღოს ისე როგორც ჩვეულებრივი რაღაცა კიბო, დიაბეტი ან რაღაც ისეთი ავადმყოფობა. მაინც ცუდი სახელი აქვს ამას და ისე უჭირთ მიღებამ. ძალიან გთხოვთ, გვიამბოთ თქვენი ისტორია. როდის აღმოაჩინეთ, რომ თქვენ HIV პოზიტივის მატარებელი ხართ და თუ იცით რა შემთხვევის შედეგად შეეძინეთ იმუნოდეფიციტის სინდრომი? 7 წლის წინ შევიტყვე მე გამბავი შიცის ცენტრში, როცა მეუღლის გავყევი პასუხებზე. თუმცა არ ვიცოდი რაზე ჩააბარა. ანუ თქვენი მეუღლე იყო ინფიცირებული და მისგან გადმოგედოთ? მეუღლე იყო ინფიცირებული და მე რა თქმა უნდა, დიდი ალბათობა იყო იმისა, რომ მეც მექნებოდა. მაგ დროისათვის მაგის ჯანმრთელობაზე ვიყავი იმდენად გადართული, რომ ჩემ თავზე არ მიფიქრია, რომ მე რა დამემართა. თავარი იყო, შვილი ყოფილიყო კარგად და მეთმა მაგით დამაჯილდოვა, რომ შვილი ჯანმრთელი მყავს. მეუღლეს ვერ უშველე, იმიტომ რომ გვიანი იყო და ეგ არის, რომ ჩვენ საქართველოში ეს არის, რომ ის არის პრობლემა, რომ არ არის ყველანაირად მზად არც სტომატოლოგი, არც სალონი და არც არ არის ის დონე, რომ ყველგან დაცული იყო და იყოს ყველაფერი არც საავადმყოფო. ისინი გვიან მიხვდნენ ამ ადამიანს რა ჭირდა, რომ მივსულიყავი მე. ყველა რაღაც სინდრომით უნდა ხვდებოდეს, რომ ვის სად უნდა გააგზავნოს, მე სანამ იქ გამაგზავნეს, უკვე გვიანი იყო და ერთი ის, რომ მე ჩემი თავისთვის გავიგე დროზე, მაგრამ მაგისთვის გვიანი იყო. მე მაგას ვერ უშველე და ის გადაიცვალა. თქვენმა შვილმა იცის თქვენი დაავადების შესახებ? არა, ჩემმა შვილმა არ იცის და თან პატარა მაგისთვის რომ გაიგოს. ვის ზრუნავს თქვენ ჯანმრთელობაზე? საკმარისია ის პროგრამები, რომელსაც ხელისუფლება ახორციელებს ქვეყანაში, თუ უფრო მეტია საჭირო იმისთვის, რომ თქვენი ჯანმრთელობის დაცვა კიდევ უფრო მეტად მოხდეს? რა თქმა უნდა, ცენტრი ჩემ ჯანმრთელობაზე ზრუნავს და მე სრულად მაყოფილი ვარ. და იმედი მაქვს იმისი, რომ ჯერჯერობით არა ვარ იმ კურნაობაზე ვატარებ ამ ვირუსს და
არ მჭირდება, მაგრამ რო დამჭირდება, ეგ არის საქართველოში ამის მიღწევა, რომ წამლებით იცხოვრო. შეიძლება ვიღაცა გავიდეს და მანქანა დაეჯახოს, არავინ არავისგან არ არის დაზღვეული და მაინც ამით არ კვდებიან ადამიანები, ასე რომ მეც ჩვეულებრივად ვიცოცხლებ ისე, როგორც ამითი არ ვაპირებ სიკვდილს. და ერთს ვიტყვი ავღელდი, არც ისე ადვილია, მართალია მე გავუმკლავდი უკვე და მივეჩვი, მაგრამ მაინც რაღაც ემოციებში ჩავარდი და ამის თქმა მინდოდა უბრალოდ, რომ კარგი იქნება დროულად მივიდეს ყველა, ვისაც რაღაც ეჭვიება, რაღაც შემთხვევა ქონია, ანამე დროულად რომ მიხედავ, ნებისმიერი ავადმყოფობა გვიან არის ძალიან ძნელი გამოსაყვანი მეგობარობიდან, არა აქვს მნიშვნელობა. გვიან თუ მიაკითხეთ, თუ გინდა სხვა რამე ფილტვების ანდება კონდეს. ექიმებსაც მიმართავდი, რომ რაღაც ნიშნები რო აქვს, გაუშვან, გაიგეთოს ეს ანალიზი. დროულად რომ მიხედავთ, პრობლემას არ ქმნის. გასაგებია, ძალიან დიდი მადლობა მინდა გითხრათ ჩვენი გადაცემის სახელით იმისთვის, რომ დაგვთანხმდით და დღევანდელ ეთერში მიიღეთ მონაწილეობა. დიდი მადლობა. ეს იყო ადამიანი, რომელმაც გულწრფელად მოყვა თავისი ისტორია, ისაუბრა იმ პრობლემების შესახებ, რომელიც საქართველოში HIV პოზიტივის მატარებელ ადამიანებს აქვთ. ახლა კი გავხსნათ არენა მწვავე დისკუსიებისათვის და ვიმსჯელოთ ამ პრობლემის შესახებ. მინდა ქალბატონ იზა ბოდოკიასთან გადავიდე სიტყვით. ქალბატონო იზა, 21 საუკუნის თანამედროვე მსოფლიოში და თუნდაც საქართველოში. რეალურად პრობლემა არის შეძენილი იმუნოდეფიციტის სინდრომი, თუ პრობლემა არის ის, რომ მოქალაქეებს უჭირთ ბარიერის გადალახვა, რომ მივიდნენ ექიმთან დროულად და ეჭვების შემთხვევაშიც არ იტარებენ გამოკვლევებს. ისეთი ტიპი ჩამოყალიბდა HIV ინფიცირებულების გარშემო დიდი ხანია, რომ ციტა ზოგიერთი ადამიანი მაგალითად ინფექციურ ავადმყოფოში სულ სხვა გამოკვლევაზე უნდა მივიდეს, მაგრამ იქ რო შიცის ცენტრია ნახსენები, უკვე ფიქრობთ, რომ ვინმე რომ დამინახოს არ ეგონოს, რომ მე დაუშვათ HIV ინფიცირებულა. ეს პრობლემა ნამდვილად არსებობს, მაგრამ რაღაცნაირად ეს უნდა დაიძლიოს თვითონ საზოგადოების მიმართ. თუნდაც ის, რომ ადამიანმა როგორც თვითონაც თქვა, მისი მეუღლე დაგვიანებით მოსული იყო. ეს ბევრი ფაქტია ამისი და როდესაც ადამიანი გაიაზრებს იმას, რომ დროულად გაიგოს თავისი პრობლემა და დროულად მიხედოს, ეს დღეს არც ისეთი პრობლემაა სიცოცხლის თვალსაზრისით და საზოგადოების მხრივ ძალიან დიდი პრობლემის წინაშე ვდგევართ. მე მინდა ეს ვაღიარო დღეს. დიდი მადლობა. ნიკა, თქვენ მინდა კითხოთ. რამდენად საგანგაშოა სტატისტიკა, რომელიც საქართველოს აქვს, ანუ გულისხმობ იმუნოდეფიციტის სინდრომით დაავადებული ადამიანების რაოდენობას, თუ რეალურად საგანგაშო არის ის, რომ ადამიანების ძალიან დიდი ნაწილი არ არის დარეგისტრირებული და რეგისტრირებულზე მეტია ინფიცირებული ქვეყანაში. რეგისტრირებულზე ბევრად მეტი არ არის. ანუ ვინც ინფიცირებულია და არ იცის ინფექციის შესახებ, ასეთი ბევრად მეტი არ არის იმაზე, ვინც დარეგისტრირება. ჯერ ეს ამას დავაზუსტებდი. მეორე მხრივ მდგომარეობა ჯერჯერობით არ არის საგანგაშო. ანუ ჩვენ კიდევ ვიმყოფებით იმ ეტაპზე, როცა შეგვიძლიათ შევაჩეროთ, დავამარცხოთ ეს ეპიდემია. ადამიანმა ხვდებოდეს რა არის გოქცევა იმისათვის, რომ მათ ჩაიტაროს აი ინფექცია. თუმცა საქართველოში არ იციან, მე მინდა შემოგთავაზოთ ჩვენი ქუჩის გამოკითხვა Vox Pop-ი და გამოკითხულთა 80% ფიქრობს, რომ შეძენილი იმუნოდეფიციტის სინდრომი შეიძლება გადავიდეს კოცნით, ხელის ჩამორთმევით ან ჩახუტებით. ჩვენი გამოკითხვა ეკრანზე. არა. კოცნით კი მე მგონი. მერწყოვანი სისტემით თუ გადადის, არის ალბათ კი. მგონი კი. ალბათ კი. კოცნით შეიძლება გადავიდე და. თუ გადადის კოცნით, ჩახუტებით, კი. ხელის ჩამორთმევით, გადადის? კი. გადადის კოცნით. ჩახუტებით რა გააჩნია როგორ ჩაიხუტება და როგორ აკეთებს. ხელის ჩამორთმევით არ ამგონია. კოცნით კი. კოცნით კი. ჩახუტებით არ ვიცი, ჩახუტებით არ ამგონია, კოცნით კი. კოცნით გადადის. რამდენსაც გამიგიები? რა თქმა უნდა, კი, შეიძლება. კი, გადადის კი. კი. არის შესაძლებელი. ხელის ჩამორთმევით არ ამგონია და აი კოცნით შეიძლება. კოცნით. არის შესაძლებელი რომ შიძი გადავიდე? კი. კოცნით? ავიშთავად.
ეს იყო ჩვენი გამოკითხვის შედეგები. ქალბატონო დალი, ხომ ვფიქრობთ, რომ ქვეყანაში გარკვეული პრობლემა არის თავად კანონმდებლობაც, იმიტომ რომ როდესაც ადამიანი არის მაგალითად ნარკოტიკების მომხმარებელი და სწორედ ამ გზით მოხდა მასში ვირუსი, შესაბამისად მან ჯერ უნდა აღიაროს, რომ ის არის ნარკოტიკების მომხმარებელი და შემდეგ უნდა მოხდეს უკვე მისი გამოკვლევები. აქედან გამომდინარე, ბუნებრივია ის ცხადება პოტენციურ დამნაშავედ და შესაბამისად შეიძლება აღმოჩნდეს ციხეში. ეს ხომ არ არის ერთ-ერთი დამამტყოლებელი, რის გამოც ადამიანები უბრალოდ ერიდებიან ამის აღიარებას. ამ ბოლო დროს უკვე ჩვენამდე მოსვლა უჭირთ ადამიანებს, ისინი იმალებიან, ერიდებიან პოლიციასთან ურთიერთობას და ამის გამო ვერ მოდიან ჩვენამდე. ამის გამო ემალებიან ჩვენს თანამშრომლებს, რომ ჩვენ მივიდეთ მათთან. აი ეს ძალიან სერიოზული პრობლემაა. ნებისმიერ პროფილაქტიკური პროგრამისთვის ისინი არიან ჩართულები. რა უნდა მოხდეს ამისთვის, რომ ეს პრობლემა აღარ იყოს? უნდა სახელმწიფომ შეაფასოს რისკები და ის ზიანი, დაუშვათ რაც ნარკოტიკების მოხმარებას მოაქვს და ის ალბათ ეფექტიც, რაც რეპრესიულ ნარკოპოლიტიკას მოაქვს, რამდენად მცირდება ის უარყოფითი შედეგები აი ესეთი პოლიტიკით, რაც ნარკოტიკების მოხმარებას მოაქვს და მეორე, თუ ვერ ვიმუშავებთ ნარკოტიკების მომხმარებლებთან, როგორი იქნება ის ზიანი, რასაც იგივე შიდსის ან ვირუსული ჰეპატიტების გავრცელება ამ გავრცელებას მოყვება, ხო? აი, რომელი არის უფრო მნიშვნელოვანი სახელმწიფო? ანუ საერთმინდივართ, რომ მოხმარების დეკრიმინალიზაცია უნდა მოხდეს? შეიძლება ასეც ითქვას, ანუ მოხმარება იმ ადამიანების მიერ, ვისაც აქვს წამალდამოკიდებულება, ეს არის ამ დაავადების სიმპტომი, ამ დაავადების არსი და ამდენად ეს არ შეიძლება იყოს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობით დასჯილი ქმედება. გასაგებია, ძალიან დიდი მადლობა. ქალბატონო მაია, ქალბატონი დალი საუბრობდა, რომ რეალურად ანონიმურობა არის გარანტირებული, თუმცა 2011 წელს მიღებული ახალი რეგულაციების შემდეგ, მაშინ როდესაც ადამიანი მოდის და იკეთებს ამ ანალიზს, მისი ანონიმურობა აღარ არის გარანტირებული, თუ ის არ გადაიხდის თანხას. იქნება თუ არა ამის გამო პრობლემები? ანუ თუ მე მივდივარ, მინდა უბრალოდ მაყურებელს განვმარტო ანალიზის გასაკეთებლად და მინდა რომ ჩემი პიროვნების შესახებ ინფორმაცია დარჩეს საიდუმლოდ, მე არ წარმოვადგინო პირადობის დამადასტურებელი მოწმობა, მაშინ მე ამაში უნდა გადავიხადო თანხა. მართალი ბრძანდებით, ბატონო და მიმდინარე წლიდან ის ვისაც სურს ჩაიტაროს გამოკვლევა სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, ანუ მიიღოს მომსახურეობა, ექიმის კონსულტაცია და ტესტირება უფასოდ, მან ამისთვის უნდა წარმოადგინოს პირადობის მოწმობა. რამაც შეგვიქმნა ის უხერხულობა, რომ ხშირად, როდესაც აქამდე ყოველ შემთხვევაში ყველა მიცოდა, რომ შიდსის ცენტრში მიცული მოქალაქეს არავინ არ თხოვდა პირადობის მოწმობას და მას შეეძლო ანონიმურად და კონფიდენციალურად ჩაეტარებინა ეს გამოკვლევა. სამწუხაროდ, ამჟამად ანონიმურობას ვერ ვიცავთ, ამისათვის საჭიროა თუ კი მას სურს, რომ ჩაიტაროს ანონიმურად გამოკვლევა, გადაიხადოს უნდა თანხა. თუ მე არ მაქვს ფული, ჩემს შესახებ ინფორმაცია ექნება საჯარო. ანუ მე უნდა წარმოვადგინო ჩემი დოკუმენტაცია. არა, საჯარო ესე არ არის. თუმცა ექიმს უნდა გავამხილო ჩემი ვინაობა. დიახ, და კონფიდენციალობის დაცვა, რა თქმა უნდა, ხდება და ეს ინფორმაცია რჩება ექიმსა და გამოკვლევ მოსულ პაციენტს შორის. ქალბატონო მაია, ამ ახალი რეგულაციის შემოღების შემდეგ იკლო რიცხვმა იმ ადამიანებისა, რომლებიც მოგმართავენ გამოკვლევისთვის. დიახ, გარკვეულწილად იკლო ჩვენთან მოსულ პიროვნებების რიცხვმა, მაგრამ მინდა გითხრათ, რომ ძალიან ბევრია დამოკიდებული თვითონ კონსულტანტზე. ჩვენ ვცდილობთ, მაგალითად, მე ვცდილობ, რომ ყველანაირად აუხსნა, განუმარტო, რომ ეს არ არის ის დამაბრძოლებელი მიზეზი, რის გამოთაც მან არ უნდა ჩაიტაროს არც კონსულტაცია და არც ტესტირება. ძალიან დიდი მადლობა. ქალბატონო ნატა, რეალურად ხომ არ შექმნა ჯანდაცვის სამინისტრომ გარკვეული ბიუროკრატიული ბარიერები, რის გამოც ისედაც პრობლემატური საკითხი კიდევ უფრო პრობლემატური გახდა, რადგანაც ადამიანები ერიდებოდნენ საჯარო გამოკვლევებს და ახლა, როდესაც ხდება მათი პიროვნების იდენტიფიკაცია, თუნდაც ექიმის წინაშე, საუბრობენ, რომ ამ რიცხვმა კიდევ უფრო იკლო, ანუ ის ვიც მიდის გამოკვლევაზე. რატომ მიიღეთ ეს რეგულაციები, რატო გახდა ეს აუცილებელი? ეს მაგალითი კიდევ ერთხელ ასახავს, თუ რამდენად ისევ პრობლემად რჩება, ასე ვთქვათ, სტიგმატიზაცია ამ პრობლემის, ვინაიდან აი ესეთი ვთქვათ
ვთქვათ, ადამიანები ესე ძალიან ერიდებიან საკუთარი პიროვნების გამჟღავნებას, ხო? სახელმწიფო უზრუნველყოფს ყველა ვარიანტში, ქალბატონ მაიამაც აღნიშნა მაქსიმალურ კონფიდენციალობას ინფორმაციის ტესტირების დროს. თუმცა ანონიმურობა დაცული აღარ არის. კონფიდენციალობას უზრუნველყოფს, გარკვეულ შემთხვევებში ასევე უზრუნველყოფს ანონიმურობას, გარკვეულ დასაბუთებულ, ძალიან მკაცრად დასაბუთებულ შემთხვევებში და ასევე ძალიან მნიშვნელოვანი არის კონსულტანტის, ესე ვთქვათ, უნარჩვევები, რომ მან ესე იგი მაქსიმალურად დაიყოლოს ადამიანი ტესტირებაზე. რაც შეეხება ვთქვათ ამ საკითხს, რა არის გამოციქნა ასეთი გადაწყვეტილება მიღებული, ბუნებრივია სახელმწიფოს პროგრამებში ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მომსახურება იყოს მიმართული აუცილებლად პიროვნებაზე, აუცილებლად ადამიანზე და მაქსიმალურად შესაძლებელი გახდეს გაკონტროლება იმ რესურსების, რომ ის ნამდვილად მიზნობრივად ხორციელდება. ეს ნამდვილად არ ეხება შიც პროგრამას, მაგრამ იმისათვის, რომ მაქსიმალურად კარგად განხორციელდეს, ვთქვათ, ესე იგი რესურსების, ვთქვათ, სახელმწიფო მიცოდეს, რომ რესურსები ნამდვილად არის მიმართული ადამიანზე და არ აკლდება, ვთქვათ, და მიზნობრივად იხარჯება, იცით რომ ყოველთვის არის. გასაგებია, მაგრამ ეს 18 ლარი ასეც ასეცლუს მნიშვნელოვანია, რომ წავიდეთ იმ რისკზე, რომ შემცირდეს იმ ადამიანების რიცხვი, რომლებიც მიდიან. 18 ლარი შეიძლება მოაკლდეს სხვა სახელმწიფო პროგრამას, რომელიც ასევე ძალიან მნიშვნელოვანია. ძალიან დიდი მადლობა ჩვენ ისევ დაგებრუნდებით. ქალბატონ მზიას მინდა ვკითხო. ქალბატონ მზია, რეალურად ჩვენ საუბრობთ საზოგადოების პრობლემაზე, რომ საზოგადოებაში არ არის ინფორმაცია, თუმცა მსგავს პრობლემას ვაწყდებით კლინიკებში, როდესაც აი პოზიტივის მქონე მატარებელი ადამიანი მიდის კლინიკაში და მას ექიმი ეუბნება, რომ არ მოემსახურება, რადგანაც მან გულწრფელად აღიარა, რომ ის არის სამ ვირუსის მატარებელი. რამდენად ხშირია ეს შემთხვევები? აბსოლუტურად გეთანხმებით, ეს სტატისტიკა ესეთი ოფიციალური არ არსებობს, ამიტომ ძალიან გამიჭირდება ვთქვა, რამდენად ხშირია, მაგრამ ელემენტარულ დღევანდელ მაგალითს გეტყვით. დღეს ჩვენთან მოვიდა ჟურნალისტი, რომელმაც თვითონ გააკეთა მცირე ექსპერიმენტი. სამ სტომატოლოგიურ კლინიკაში მივიდა და უთხრა, რომ იყო აივ ინფიცირებული და სთხოვა კბილის ამოღება. სამივემ უთხრა ვარი. ერთ-ერთმა უთხრა, რომ ექიმი საერთოდ იმ დღეს არ იყო დაწესებულებაში და დაიბარა მეორე დღეს. ერთმა უთხრა, რომ საერთოდ სასტერილიზაციო ქიმიური ხსნარი დაუმთავრდა და ასე შემდეგ. და მესამე უბრალოდ მიზეზის მოტანის გარეშე უთხრა, რომ ჩვენ არ ვემსახურებით აივ ინფიცირებულ ადამიანებს. ანუ ეს თვითონ ფაქტი ნებისმიერ თქვენგანაც შეუძლია ნახოს, რომ ძალიან ხშირად ხდება. სწორედ ამის გამო თუ მაქვს უფლება ვიტყვი, რომ კანონში ჩვენ ამოვიღეთ მუხლი, ინფიცირებული ადამიანი ადრე 2009 წლამდე ვალდებული იყოს სამედიცინო სერვისის მიღებისათვის ეთქვა, რომ იყო ინფიცირებული. ამჯერად ჩვენ ვფიქრობთ, რომ ეს ძალიან მოძველებული იყო, ძალიან დისკრიმინაციული იყო და ბევრი სხვადასხვა მიზეზის გამო ამოღებული იქნა ეს მუხლი და ინფიცირებული ადამიანი აღარ არის ვალდებული უთხრა სტომატოლოგს, რომ არის ინფიცირებული. თუმცა მე მოგიყვებით და გადაცემის მეორე ნაწილში ვნახავთ ისტორიას, როდესაც ჩვენი ჟურნალისტი მივიდა სტომატოლოგიურ კლინიკებში და როდესაც მოიკითხა, სად დგას სტერილიზაციის აპარატი, მათ უთხრეს, რომ არ გააჩნიათ ასეთი, რადგანაც ისინი დამოკიდებულები არიან პაციენტის კეთილსინდისიერებაზე, რომელიც თავად მიაწვდის მათ ინფორმაციას ამა თუ იმ ვირუსის ტარებასთან დაკავშირებით. თუ პაციენტმა უბრალოდ გადაწყვიტა, რომ არ მოახდინოს ექიმის ინფორმირება, მაშინ ვაწვდებით სიტუაციას, როდესაც სხვა ადამიანი შეიძლება უნებლიეთ დაზარალდეს. ლევან ჩხაიძის ჟურნალისტური გამოძიების დეტალებს გადაცემის მეორე ნაწილში ვნახავთ, თუმცა ახლა მინდა ერთი პატარა ფრაგმენტი მოვისმინოთ იმ ერთ-ერთი აივ პოზიტივის მატარებელი ადამიანისაგან, რომელიც კლინიკაში დაუჯერებელ ისტორიას დააწყდა. 2000 წელს გავთხოვდი, მოგვიანებით გავიგე, რომ ჩემი მეუღლე ნარკოტიკების მომხმარებელი იყო. მალე დავფეხმძიმდი, ბავშვი ავად გახდა, ოპერაცია გაუკეთეს. როგორც შემდეგ გავიგე, ოპერაცია საჭირო არ ყოფილა. ბავშვს გადაუსხეს შეუმოწმებელი, მამის სისხლი. ბავშვი მომჯობინების მაგივრად დღით-დღე ცუდად ხდებოდა. ბათუმში ექიმებმა ბავშვს დიაგნოზი ვერ დაუსვეს და გადავწყვიტეთ თბილისში წავსულიყავით. ერთი თვის მანძილზე ვერც თბილისში დაუსვეს დიაგნოზი. ბოლოს შიდზე და ჰეპატიტზე ჩაგვიტარეს გამოკვლევა და შემზარავი პასუხის შემდეგ ჩემმა ცხოვრებამ აზრი დაკარგა. არ ვიცოდი რა მეღონა, ვისთვის მივემართა დასახმარებლად. მეორე დღეს ჩავთე ტელევიზორი, ვნახე რეპორტაჟი, აჭარაში იბადებიან შიდსით დაავადებული ბავშვები, სადაც ფარული კამერით გადაღებული იყო ჩემი მეუღლე და შვილი. ამ ამბის შემდეგ წავედი საავადმყოფოში, მედპერსონალი შეშინებული დამხვდა. ბავშვს არავინ არ ეკარებოდა, ყველა გაგვირბოდა. ბავშვი მოხსენი ჩემი ხელით სასუნთქი აპარატიდან და ბათუმში წამოვიყვანე. ბავშვი ერთი თვის შემდეგ დაიღუპა. რეალურად ექიმა არ აღმოუჩინა სამედიცინო დახმარება სამ სტომატოლოგიურ კლინიკაში დაავადებულ ადამიანს. ბოლოს როდის დასაჯა ჯანდაცვის სამინისტრომ მსგავსი მომპყრობის გამო ეს ექიმი? ამისთვის არსებობს სპეციალური სამწუხაროდ თუ ასეთ ინფორმაციას არ მივაწვდეთ, ჯანდაცვის სამინისტრო ამაზე ინფორმირებული არ ექნება და ისევ უბრუნდებით სტიგმის და დისკრიმინაციის საკითხს. რა შეიძლება რასაკურველი არსებობს ჯანდაცვის სამინისტროში შესაბამისი სამსახური, რომელიც ასეთი ინფორმაციის მიღების შემთხვევაში დაუყოვნებლივ რეაგირებს და
ესე იგი ბოლოს როდის დასაჯეთ? ამ წუთას რაღაც ამ კონკრეტულ შემთხვევასთან არ ამარ სხვა შემთხვევასთან დაკავშირებით, რომელსაც ჩვენ ჩავთვალეთ, რომ რაღაცა გარკვეული, ასე ვთქვათ, უგულებელყოფა ხდება რაღაც მნიშვნელოვანი მომსახურების სახელმწიფო პერსონალის მხრიდან, ეცნობა ჯანდაცვის სამინისტროს და ჩატარდა შესაბამისი გამოძიება, დაიწყო შესაბამისი დასკვნა შესაბამის დაწესებულებაში და შესაბამისი რეაგირება ექნება. ქალბატონო იზა, ჯანდაცვის სამინისტროს მუშაობა ამ მიმართულებით ეფექტური, ანუ რეალურად ხდება პრეცედენტის შექმნა, რომ სხვა ექიმს აღარ გაუჩნდეს ამის. მე რამეს გეტყვით. როდესაც ესეთი შემთხვევა დაუშვათ, მქონია ძალიან ბევრი. იცით რა, მე ვარეგულირებ მაგას ჯანდაცვის სამინისტროს გარეშე. მე ვერ გეტყვით, რომ მე მივმართე ამ შემთხვევაში და იმათ აი აქამდე არ მივდივარ მე ან ჩემი ძალებით ვახერხებ ამას რომ იქ მოვაგვარო საქმე თუ არა თუმცა გიწევთ ბრძოლა ამისთვის ხო? რა თქმა უნდა მიწევს ბრძოლა ხშირ შემთხვევაში და მე არასოდეს არ მიმართია ჯანდაცვის სამინისტროსთვის რატომ არ მიმართავ ჯანდაცვის სამინისტროს? იმიტომ რომ ეს გძელი გზაა ანუ ბიუროკრატიულ პროცედურებში არა, ნუ იქ მე ვთვლი რომ გძელი გზაა და იმ ადამიანს რომელსაც ხვალ ჭირდება შველა მაგალითად სისხლის დენა აქან რაღაცა მე იმ გზას ვერ გავივლი დაუშვათ შეიძლება ის იყოს ერთ კვირაში მაგრამ მე მჭირდება 2 დღეში რამდენად ეფექტურია ჯანდაცვის სამინისტროს პოლიტიკა თუნდაც ქვეყანაში პრევენციებთან დაკავშირებით მე ვიცი რომ ბოლო პერიოდში დაიხურა რეგიონებში არსებული კაბინეტები ანუ რომლებიც პრევენციაზე წლების განმავლობაში მუშაობდნენ რისკ ჯგუფებთან ჰქონდათ ურთიერთობა ახლა ეს კაბინეტები აღარ არსებობს ეს ასე არ არის მიმდინარე ამ პროგრამის ფარგლებში ნამდვილად ძირითადი აქცენტი კეთდება სწორედ პრევენციაზე იმის გამო რომ ვიცით რომ ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრობლემა არის დაავადების გამოვლენა გვიან სტადიაზე ანუ შიცის სტადიაზე და შესაბამისად კურნალობის პრობლემა აქედან გამომდინარე ჩვენ მაქსიმალურად მივმართეთ რესურსები იქითკენ, რომ იყოს პრევენცია რისკ ჯგუფებში, მნიშვნელოვან რისკ ჯგუფებში. ამ მიმართულებით ვფიქრობ, რომ ყველაზე ეფექტური გზა არის თანამშრომლობა არასამთავრობო სექტორთან, რომელიც ყველაზე ეფექტურად მუშაობს რისკ ჯგუფებთან და პირიქით მაქსიმალურად ხელს უწყობთ ხელმისაწვდომობის ტესტირების ხელმისაწვდომობას რეგიონებში ესახება. გასაგებია, თქვენ ამბობთ, რომ ხელს უწყობთ და ეს ასე არ არის, რომ კაბინეტები დაიხურა, თუმცა ჩვენთან ჩამოვიდა მარიზა ჯიქია, ქალბატონი ბორჯომიდან, რომელიც ამბობს რომ სერიოზული პრობლემები იქნება საქართველოს რეგიონებში იმის გამო რომ კაბინეტები დაიხურა. ქალბატონი მარიზა ჯიქია სტუდიაში. ქალბატონი მარიზა, თქვენ წლების განმავლობაში ბორჯომის საავადმყოფოში ხელმძღვანელობდით ასე ვთქვათ შიცის კაბინეტს, სადაც ხდებოდა რისკ ჯგუფებთან მუშაობა, ასევე პრევენციული გამოკვლევები, თუმცა თქვენი კაბინეტი დაიხურა და თქვენ წახვედით სახლში. რატომ? ფაქტიურად აღმოჩნდით ზედმეტნი. ეს პროცესი უცებ არ მომხდარა, იყო რაღაც ადაპტაციის პერიოდი, როდესაც შეგვაჩვიეს სულ რაღაც თვენახევრის წინ გითხრეს დაწერეთ განცხადება, თუ შეიძლება, მე არ დამიწერია რა თქმა უნდა არაფერი, მთავარ მექიმად დიდი ბოდიში მომიხადა და მითხრა რომ თქვენ არის სპეციალისტ მე სახლში ვერასოდეს გაუშვებდი, მაპატიე რომ ესეთი რამ ხდება, მაგრამ თუ კი რაიმე დაეშვა მომავალში და შესაძლებელი გახდა რომ ამ კურსით ისე ვიმუშაოთ, პირველი თქვენ დაგიძახებთ. მიზეზი რა გითხრეს, რომ აღარ არის მაგალითად ბორჯომში ან სამცხე-ჯავახეთში ამ ოპტიმიზაციასთან დაკავშირებით. ან ოპტიმიზაცია გადის ყველაზე რისკ ჯგუფებზე? ოპტიმიზაცია ყველაფერს შეეხო. ეგ უთხარი ზუსტად, ნუ თუ შეიძლება შიც რამე შეეხოს. ამას თუ ვინმე ხელს დააფარებს, ეს იქნება არასწორი, იმიტომ მოდი მოვსმენთ რა არგუმენტებია ჯანდაცვის სამინისტროს. ქალბატონი და გისმენთ. მომსახურება ვთქვათ, შიცის ტესტირებაზე შესაძლებელია სხვა დაწესებულებებში, კერძოდ შიცის ტესტირებაზე მომსახურება შესაძლებელია რომ იყოს ასევე პირველადი ჯანდაცვის სექტორში, მას არ ჭირდება აუცილებლად სპეციალიზირებული დაწესებულება. ეს კაბინეტები პრევენციის ღონისძიებებსაც მართავდა. პრევენციის ღონისძიებები ხორციელდება გარკვეულად მაღალი რისკის ჯგუფებში, იქნა კონცენტრირებული მაღალი რისკის ჯგუფებზე, ეს ხორციელდება როგორც გითხარით არასამთავრობო სექტორთან თანამშრომლობით. თუმცა რეალურად ახლა ჩვენ აღმოჩნდით ნატა პრობლემის წინაშე, როდესაც კაბინეტი დაიხურა, ახალი არ გახსნა და საწავიდნენ ეს ადამიანები. კაბინეტი არ არის შიცის ტესტირებისთვის აუცილებელი. არსებობს მომსახურება, რომელიც არის უზრუნველყოფილი სხვაგან, არსებობს ლაბორატორიები, რომელშიც შესაძლებელია ტესტირების განხორციელება, არსებობს არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც უზრუნველყოფენ ტესტირებას. დიდი მადლობა. ეს არის ყველაზე ცხელი ток-შოუ ქართულ სატელევიზიო სივრცეში. გადაცემის მეორე ნაწილში თქვენ ნახავთ სკანდალურ ჩანაწერებს საქართველოს სტომატოლოგიური კლინიკებიდან და სილამაზის სალონებიდან, სადაც უსაფრთხოების ზომები პრაქტიკულად დაცული არ არის. რეკლამის შემდეგ ძალიან მალე ბრუნდებით ღია.
ეს არის 100 გრადუსი ცელსიუსით ყველაზე ცხელი თოქ-შოუ ქართულ სატელევიზიო სივრცეში. რეკლამის შემდეგ ჩვენ ისევ ეთერს უბრუნდებით. გადაცემის მეორე ნაწილში ჩვენ ვლაპარაკობ და გიჩვენებთ იმ მდგომარეობაზე, რომელიც სტომატოლოგიური კლინიკების ნაწილშია შექმნილი. ვინ აკონტროლებს კლინიკებს და როგორ შეიძლება შემთხვევით სამკურნალოდ მისული პაციენტი დაავადდეს. ჩემი კოლეგა ლევან ჩხაიძე შემოგვიერთდება ახლა სტუდიაში, რომელმაც მცირე ჟურნალისტური გამოძიება ჩაატარა. ლევან, შენ სპეციალურად იმუშავე ამ თემაზე, გქონდა შეხება სტომატოლოგიურ კლინიკებთან, სადაც საკმაოდ სავალალო სურათი დაგვხვდა. რა ნახე სტომატოლოგიურ კლინიკებში? დღეს შეიძლება თამამად ითქვას, რომ სტომატოლოგიური კლინიკები არის ღია კერა იმისთვის, რომ ადამიანი დაინფიცირდეს იმუნოდეფიციტით. რატომ ვეცდები აგიხსნათ? იმიტომ რომ როდესაც ჩვენ ვკითხეთ სტომატოლოგიური კლინიკების წარმომადგენლებს, როგორ ხდება მათთან სტერილიზაცია, ამოწმებს თუ არა ვინმე ამ ადამიანებს თუ როგორ იცავენ უსაფრთხოების ნორმებს, მათ თქვეს, რომ იმისთვის, რომ გახსნა სტომატოლოგიური კაბინეტი, საჭიროა მხოლოდ ექიმის ლიცენზია, დარეგისტრირება საგადასახადოში და შემდეგ არავინ არ აკონტროლებს თითქმის მათ საქმიანობას. ჩვენ ვკითხეთ, მოდიან თუ არა თქვენთან შემოწმებაზე იმისთვის, რომ თქვათ როგორ ახდენთ იარაღების სტერილიზაციას, როგორ მუშაობთ, მათ თქვეს, რომ ეს პრაქტიკულად არ ხდება. რაც თავისთავად აჩენს სერიოზულ ეჭვს, რომ აქ შეიძლება ადამიანმა შეიძინოს იმუნოდეფიციტი. რისკის ქვეშ მოქცეული ადამიანები თითოეული ჩვენგანი. ლევან ჩხაიძის რეპორტაჟი შეგვიძლია ვნახოთ. 100 გრადუსი ცელსიუსი მოულოდნელ რეიდს სტომატოლოგიურ კაბინეტებში ატარებს. შემთხვევით შერჩეულ პირველ კაბინეტში საკმაოდ არასასურველი სტუმრები აღმოჩნდით. კითხვაზე, სად სტერილდება იარაღები, ექიმმა სპეციალურ სავარძელთან მდებარე თაროზე მიგვითითა, მაგრამ თქვენც კარგად ხედავთ, რომ აქ საჭირო არანაირი საშუალებები არ არსებობს. შეიძლება რომ გვაჩვენოთ პირობები როგორ მუშაობთ? რას ქვია პირობები გვაჩვენოთ? როგორ ხდება სტერილიზაცია, თქვათ? და ვინ ახარს თქვენ? ტელეკომპანია იმედია. სტერილიზაცია ხდება ნორმალურად ჩვეულებრივ და როგორ? ბაჭანას. შეიძლება იარაღებს სტერილიზაცია. ჟურნალისტები არ შემოუყვება, აი ჩვენ უფროსი ადამიანი და თუ გამოდი და გაიცა. აგრე რაღაც კამერები. რატომ? არ მაინტერესებს რა საერთო სამსახური არ მაინტერესებს. როგორ ჩვენც პირობები არ შეიძლება. არ მაინტერესებს გაჩვენებთ, მაგრამ არ მაინტერესებს თქვენი სამსახური. ფარდის უკან ყოფი აგრესიული ხმა ამ შემთხვევაში კაბინეტის დირექტორია. მან გითხრა, რომ ლიცენზია და ყველა საჭირო დოკუმენტაცია და ნორმა კაბინეტში დაცულია, მაგრამ კამერის წინ საუბარი არ სურდა. ლიცენზია გააქვთ თქვენ? შეიძლება რომ არა. რატომ? დირექტორი თქვენ კომპანიას არ გინდო. თქვენ კომპანიას ენდობია? კი. და ლიცენზია როგორ ჩვენეთ რა პრობლემაა? ამ კაბინეტში თავისუფლად გადაღების საშუალებას არ გვაძლევენ, მაგრამ ექიმი კაბინეტის დირექტორისგან განსხვავებით გულწრფელად აღიარებს, რომ სამუშაოდ არანაირი სამედიცინო ლიცენზია კაბინეტს არ ჭირდება. ჩვენ არ ჭირდება მაინც არ ჭირდება მარტო ექიმის ლიცენზია უნდა, გვაქვს ლიცენზია, ინვენტარმე ვარ, აგერ არის გაკრული და ლიცენზია კაბინეტზე აღარ არის საჭირო. და ვინ გამოწვევთ? არავინ ჩვენ შემოწმებელი გვყავს მხოლოდ საგადასახადო. საგადასახადო და ის გამოწვევთ. ჯანდაცვის სამინისტროა. გამოძიებლები. 100 გრადუსი ცელსიუსი არც ამ სტომატოლოგიურ კაბინეტში აღმოჩნდა სასურველი სტუმარი, მაგრამ მთავარი ექიმი თანახმაა, რომ სასტერილიზაციო ოთახი დაგვათვალიერებინოს. სურათი, რომელიც ამ ოთახში დავაფიქსირეთ, მაყურებელმა შეაფასოს. როგორც ხელმძღვანელები ამბობენ, ყველაფრის მიუხედავად მათ კლიენტებს შეუძლიათ, რომ შვიდად და უსაფრთხოდ იყვნენ, რადგან აივ ინფექცია და სხვა სერიოზული დაავადებები განსაკუთრებულ კონტროლზე ყავთ აყვანილი. განსაკუთრებულ შემთხვევებში აივ ინფექციებზე და ემაზე თუ არის ეჭვი, მაშინ სპეციალურ დამუშავებას გასდევს ხარი როგორ ამუშავებს. ესეთი ეჭვები როგორ ჩდება? ანამნეზით ექიმი ეკითხება, რა გაგადატანილი ჰეპატიტი გაქვს, ისე უდგებიან, რომ არ მალავს პაციენტი ამ მდგომარეობაში. და ის არის გვაქვს უკვე სპეცკონტროლზე აყვანილი მომსახურების მერე თუ გაკეთდეს სპეციალური
თუმცა ამის მიუხედავად ფიქრობენ, რომ მსგავსი კლინიკები უფრო ხშირად უნდა მოწმდებოდეს. ჩვენ მიგამოწევ სანიტარული მას. კიდევ რა ქალაქის ზემოხევლობა. და რა ხშირად ხდება შემდეგ. ადრე უფრო ხშირად ხდებოდა და ეხლა დაახლოებით 2 თვეში, 3 თვეში. თქვენი აზრით უფრო ხშირად უნდა იყოს იმისთვის, რომ თქვა უფრო დაცულები იყვნენ. ამ შემთხვევაში თქვენ კლინიკაში მარტო ჩვენ კი არ ვიყავით დაცული, მარტო ის კი არ იყო პაციენტები, ექიმების დაცულები იყო. და მაინც რაღაცა შემოწმებაზე რომ კი ყველაფერი 5-იანზე კეთდება, მაგრამ მაინც რომ ელოდები რომ ის არის და ეს უფრო მობილიზებული ადამიანი. დაცული ხარ თუ არა დღეს სტომატოლოგიურ კაბინეტებში აივ ინფექციისგან? ამ კითხვაზე პასუხი რეალობიდან გამომდინარე ერთადერთია. ეს მხოლოდ ექიმის კეთილსინდისიერებაზე არის დამოკიდებული. ჩვენი საუბრუნდებით დღე ეთერს თეორ რამდენად რთული იყო ამ სტომატოლოგიური კლინიკების ხელმძღვანელებთან საუბარი, იმიტომ რომ როდესაც სიუჟეტში ვნახეთ, საკმაოდ აგრესიულად იყვნენ კამერის წინ განწყობილები. ჩვენ ამ შემთხვევაში შევედით პირდაპირ ყოველგვარი ნებართვის გარეშე. ჩვენ რო გვეთხოვა ნებართვა, დარწმუნებული ვარ, თქვა 10 კლინიკიდან შეიძლება არც ერთს არ შევეშვით და არ დაეთვალიერებინა ის სიტუაცია, სადაც ხდება იარაღების სტერილიზაცია. მე მგონი სურათი საკმაოდ ნათელია. ადგილი, სადაც ხდება ქირურგიული ჩარევა, ფაქტიურად არის მხოლოდ ექიმის კეთილსინდისიერებაზე დამოკიდებული ის როგორ გაასტერილებს ამ იარაღებს. იმ შემთხვევაში თუ პაციენტი დამალავს და თქვა არ იტყვის რაღაც დაავადებას, რომელიც გადატანილი აქვს, შეიძლება მეორემ ეს დაავადება ძალიან ჩვეულებრივად გადაიტანოს. და ამის შესახებ ძალიან დიდი ხნის განმავლობაში არ იცოდეს. ეს იყო ლევან ჩხაიძე, დიდი მადლობა, რომელმაც შოკის მომგვრელი ფაქტები მოიპოვა ჟურნალისტური გამოძიების შედეგად. მასალები, რომლისგან დაყრდნობითაც ჩვენი ჟურნალისტური გამოძიება მოვამზადეთ, გადაცემა 100 გრადუს ცელსიუსს მომხმარებელთა ფედერაცია მოაწოდა. მადონა კოიძესთან გადავალ კითხვით. კაპიტან მადონა, შეიძლება ქვეყანაში იყოს შექმნილი პრეცედენტი, როდესაც სტომატოლოგიურ კლინიკას ამოწმებს მხოლოდ საგადასახადო სამსახური? მეთქი რომ ეს არის დაუშვებელი. ვინაიდან ჩვენ რაც შედეგი გვაქვს დღესდღეობით, ელემენტარულად ჩავიხედოთ სტატისტიკას, გავეცნოთ და იქ არის ფაქტები დაფიქსირებული. საკმაოდ ბევრი არის სამწუხაროდ დაავადებული საქართველოში შიცით და აქვე მინდა აღვნიშნო, რაც ფაქტიურად რაზეც არ გვისაუბრია, ეს არის ჰეპატიტები C და B ჰეპატიტი. მე ერთი ჩემი პირადი შემთხვევა მინდა მოგიყვეთ. ეს არის ჩამოვედი მივლინებიდან და 15 წლის შვილი დამხვდა საოპერაციო, სასწრაფო ოპერაცია დაჭირდა და მივიყვანეთ მერვე საავადმყოფოში. შემოვიდა იქთანი, რომელმაც შემოიტანა ანტიკვარი სხვანაირად ვერ უწოდებ, ეგრეთ წოდებული სტანოკი, მე არ ვიცი ქართულად რა ქვია, აი ნივის ბრიტვაროიდება შიგნით, აი რაღაც საშინელ მდგომარეობაში, სამართებელი და იმით აპირებდა ბავშვისთვის 15 წლის გოგონასთვის მუცლის დამუშავებას. მე რა თქმა უნდა შევეწინააღმდეგე და მეორე დღეს ამის შესახებ ჩავაყენე საქმის კურსში ადმინისტრაცია, მაგრამ მერწმუნეთ არანაირი ზომები არ იქნა მიღებული და მე იძულებული გავხდი ჩემი მეუღლე წასულიყო და მაღაზიიდან ერთჯერადი მოეტანა. მე მინდა მაყურებელს უთხრა, მაშინ როდესაც ეს რეპორტაჟი გადიოდა ეთერში, დარბაზში ჩვენი სტუმრები გაუგნებული სახეებით უყურებდნენ. ქალბატონო იზა, რეალურად ქვეყანაში უნდა იყოს პრეცედენტი, როდესაც სტომატოლოგიურ კლინიკას შეამოწმებს მხოლოდ საგადასახადო სამსახური და მის გასახსნელად ლიცენზია არავის არ სჭირდება. არ არსებობს ეგეთი. და იყო პერიოდი 10 წლის წინ, რომ საერთოდ ჩვენი ცენტრიც კი ამოწმებდა საპარიკმახერებიდან და რამდენად სტერილური იყო და რამდენად იყო დაცული ყველაფერი და ხშირ შემთხვევაში მე მახსოვს საპარიკმახერებს კეტავდნენ კიდევაც და რატომ აღარ ხდება ეს ყველაფერი? მიზეზი. ვერ გეტყვით მე. ჯანდაცვის სამინისტროს კითხოთ. ნატა, რეალურად ქვეყანაში სტომატოლოგიურ კლინიკას ამოწმებს მხოლოდ საგადასახადო სამსახური. ნორმალური ფაქტია ეს? ინფექციური კონტროლი ზოგადად არის პრობლემა და გეთანხმებით სამწუხაროდ სამედიცინო დაწესებულებებში ჩვენ ვიცით რომ ეს არის პრობლემა და კიდევ უფრო ღრმად შესასწავლია და შესაბამისი ზომები ნამდვილად არის მისაღები. რაც შეეხება ანუ ამ ნამდვილად ძალიან შემზარავ ფაქტებს სამწუხაროდ დღეს არსებობს ასეთი გარკვეული პრობლემები სამედიცინო დაწესებულებებში, თუმცა ის რაც ვთქვათ ვამბობთ რომ შემოწმება პრობლემას გადაწყვეტს, ეს ასე ნამდვილად არ არის. წლების განმავლობაში არსებობდა სამსახურები
სპეციალური შემოწმებელი სამსახურები, რომელიც რეალურად იქცა მხოლოდ და მხოლოდ კორუფციის თქვათ რაღაცა წყაროდ და გასაგებია, მაგრამ კორუფციის შიშით შესაძლოა სასტორზე დავდოთ ასობით ადამიანის სიცოცხლე? გეთანხმებით, რომ თქვათ ამისთვის უფრო ეფექტური ღონისძიებები არის გასატარებელი, რაც შეეხება თქვათ სტომატოლოგიურ კლინიკებს, შემუშავებულია სპეციალური დადგენილება, რომელიც ითვალისწინებს გარკვეულ რეგლამენტს, რომელიც გულისხმობს სპეციალიზებული აპარატურის არსებობას სტერილიზაციისთვის, გარდა ამისა, სამედიცინო ნარჩენების მომართვას და ჰიგიენის სხვა მოთხოვნებს და შესაბამისად მეორე ძალიან მნიშვნელოვანი პრობლემა, რომელიც ქალბატონმა მან წამოწია, ეს არის თქვათ მოთხოვნა, მომხმარებლის მოთხოვნა. მართალია, ნამდვილად ასეა, რომ მომხმარებელმა უნდა ხაზი გაუსვას, როდესაც ხედავს, რომ მას ემსახურებიან თქვათ ერთჯერადი ხელთათმანის გარეშე. მან უნდა აუცილებლად მოითხოვოს, რომ იყოს გასაგებია, მაგრამ ძნელია მოსთხოვა კბილატკებულ ადამიანს, რომელიც არის ძალიან ძლიერი ტკივილის ქვეშ, რომ სტომატოლოგიურ კაბინეტში, როდესაც მისდის, იქ მოითხოვოს ცნობები, სტერილიზაციის აპარატი და კიდე იყოს ეფექტივის კეთილსინდისერებაზე დამოკიდებული. წარმოსადგენია ის, რომ შეიქმნება სამსახური, რომელიც შეამოწმებს ყოველ წუთას, ყოველ დაწესებულებაში მიმდინარე, თქვათ, იმას. ჩვენ შეგვიძლია მივცეთ რეკომენდაცია, მივცეთ და არსებობს სპეციალური სხვა თქვათ ხარისხის გაუმჯობესების მეთოდები, როგორიც არის თქვათ ხარისხის სტანდარტის შენარჩუნება, აკრედიტაცია, როდესაც სამედიცინო დაწესებულებები ერთმანეთს ეჯიბრებიან ხარისხის მიმართულებით. და ამ მიმართულებით ლიცენზირება არ უნდა ხდებოდა ეს. ლიცენზირება ნაცვლად არსებობს სპეციალიზირებული მოთხოვნები, რომელსაც ეწოდება ტექნიკური რეგლამენტი, ასევე ხარისხის გაუმჯობესების მეთოდი ბევრ ქვეყანაში არის, არა მხოლოდ ლიცენზირება, ასევე ნებაყოფლობითი აკრედიტაცია, რომელიც გულისხმობს მაღალი ხარისხის სტანდარტის შენარჩუნებას და ჩემი აზრით მომხმარებლის როლი არის ძალიან მნიშვნელოვანი. გასაგებია, მაგრამ მომხმარებელთან ერთად თქვენი როლი ძალიან დიდია. განვითარებასთან ერთად სულ უფრო მნიშვნელოვნად შემცირდება აი ესეთი ტიპის კაბინეტური გაურკვეველი დაწესებულებების თქვათ არსებობა, ვინაიდან კონტრაქტირება მოხდება გაცილებით უფრო მაღალ კვალიფიციურ დაწესებულებებში. გარდა ამისა, როდესაც პაციენტი თავისუფლებებზე ხმას ამოიღებს, როდესაც პაციენტი წავა და იჩივლებს თქვათ ისეთ სიტუაციაში, როდესაც იმას მიდიდება. გასაგებია, თუ პაციენტმა იჩივლა, მაშინ თქვენ რას აკეთებთ? ჩვენ ვაკეთებთ იმას, რაც შეგვიძლია. ეს არის ინფექციური კონტროლზე მაქსიმალურ ინფორმაციას ვაწვდით, ვაძლევთ მას მოვთხოვთ ამ სამედიცინო დაწესებულებებს და ვცდილობთ, რომ შევქმნათ ის კონკურენტუნარიანი გარემო, რომელიც მაღალ ხარისხიან ჯანდაცვას უზრუნველყოფს. დამერწმუნეთ, რომ მხოლოდ ინსპექტირება და თქვათ შემოწმება და დაწესებულებების ასეთი მასიური შემოწმება, აი ამ სიტუაციას ბოლომდე ვერ გამოასწორებს. მოდი ვკითხოთ, რას ფიქრობს დარბაზი. უნდა ამოწმებდეს თუ არა ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტრო სტომატოლოგიურ კლინიკებს. თუ თქვენ ფიქრობთ, რომ ეს შემოწმება უნდა იყოს სავალდებულო, მაშინ გთხოვთ აწევთ ხელი. ვინ ფიქრობს, რომ ქვეყანაში არ არის საჭირო კონტროლი სამედიცინო ობიექტების, რომლებიც ფუნქციონირებენ და მუშაობენ თავისუფლად? ასეთი არავინ არ არის. ასეთი საზოგადოებრივი განწყობა. ჩვენ ძალიან მრავალრიცხოვანი აუდიტორია გვყავს მაყურებელი და მე არ მინდა ისე წარმოიდგინოს ჩვენმა მაყურებელმა და თუნდაც აქ დამსწრეპირებმა, რომ აი ესე ძალიან ცუდად არის საქმე, იმიტომ რომ არსებობს მთელი რიგი სტომატოლოგიური კლინიკები, თუნდაც იმით, რომ ისაც მე სარგებლობ და ჩემი მეგობრები მყავს უამრავი სტომატოლოგი მეგობარი, რომელთანაც კლინიკაში ჩვენ არ ვსაუბრობთ ყველა სტომატოლოგიურ კლინიკაზე, თუმცა საუბრობთ იმ კლინიკების ერთ თუნდაც მცირე ნაწილზე, სადაც პაციენტები დადიან და სადაც ეს პრობლემა არსებობს. მაგრამ მაინც ეს არ უნდა შეხვიდე ესეთ დაწესებულებაში, ახლა თუნდაც რომელი კადრებით თქვენ აჩვენეთ. არა, მაშინ არ უნდა არსებობდეს, როგორ შეიძლება არ შეხვიდე? არა, უნდა იყოს ლიცენზირებული კონტროლი და მისვლა შემოწმება. არსებობს მოთხოვნა. მე მაგალითად აი ყოველ შემთხვევაში ემჩნევა კლინიკას მთელი მომსახურებაც გაცილებით იაფია და დღევანდელი სოციალური კრიზისის ფონზე ძალიან ბევრი ეცდება არა ჩვენ რო დავდივართ ისეთ კლინიკაში წავიდეს, არამედ სადღაც აი ესეთ კლინიკაში შევიდეს და იაფად მოემსახუროს ექიმი და ამ დროს რისკავს საკუთარ ჯანმრთელობას. მე მესმის შენი სათქმე. გასაგებია, მე მინდა უბრალოდ პატარა რეპლიკა ჩავაგდო უბრალოდ და გითხრათ, რომ კლინიკები, რომელიც ჩვენ გადავიღეთ სხვათა შორის, ეს კლინიკები მდებარეობს გარეუბნებში, ერთი ნავთლუხის დასახლებაში მდებარეობს, მეორე ვარკეთილში. გარე პერიმეტრზე ახლო მდებარე სტომატოლოგიური კლინიკები არ არის და ძალიან ძნელია მოსთხოვა ადამიანს, რომელსაც კბილის ტკივა, რომ წავიდეს და ეძებოს სტომატოლოგიური კლინიკა, რომელიც იქნება გამართული დამეთანხმებით. და ძვირი. მაგრამ ძალიან ბევრი სტომატოლოგიური κλინიკა არის, სადაც საერთოდ არ ეკითხებიან პაციენტის არის თუ არა ინფიცირებული, მას განიხილავენ როგორც პოტენციურ. რა თქმა უნდა, მაგაზია საუბარი. იქ იმდენად მოწესრიგებულია სტერილიზაცია, დეზინფექციის მომენტები, რომ იქ არც კი გეკითხებიან შენ რომ ხარ თუ არა რომელიმე ინფექციის მატარებელი და ну რა თქმა უნდა ქვეყანაში არის ის ალბათ ორივე მხარე უნდა ვაჩვენოთ, ხო ბატონო? კი ბატონო, ხახ გისმენთ.
რეალურად რაც თქვენ აჩვენეთ ეს აღმაშფოთებელია თავისთავად ეს უბრალოდ რაღაც სამედიცინო ლიცენზიის ფარგლების დარღვევა არ არის ეს არის სისხლის სამართლის დანაშაული რეალურად რომ მივადგენ თუმცა მე მინდა ვთქვა როგორც მაიკომ თქვა არსებობს რიგი დაწესებულებებისა რომელიც ასრულებს იმ სტანდარტს რიგი არა უმეტესობა დაწესებულებებისა სადაც არის სტანდარტი დაცული თუმცა არსებობს ჩვენ დღეს გამონაკლისებზე ვსაუბრობთ ჩვენ საუბრობდით მომხმარებლის უფლებებზე საუბარია რომელმა მომხმარებელმა იცის რა უნდა მოითხოვოს თქვენ თვითონ აჩვენეთ რამდენად არაინფორმირებულია ზოგადად საზოგადოება და უნდა მოითხოვოს რა უნდა მოითხოვოს და აი აქ დგება საკითხი რამდენად მნიშვნელოვანია მასმედიის როლი ასეთ კომპონენტში დამიჯერეთ თქვენ რომ ეხლა გაგეკეთებინათ მეორე სიუჟეტი გეჩვენებინათ ნორმალური კარგი სტომატოლოგიური კლინიკა რომელსაც რაღაცა აქვს ის ტექნიკური პარამეტრები რომელიც უნდა ჰქონდეს და მილიონიანი მაყურებელი ამას უყურებდეს ის დაინახავდა მე უნდა მივიდე ისეთ დაწესებულებაში სადაც უნდა იყოს ახლა გასაგებია თუმცა ვერ მოსწრომ ადამიანს სადაც სტომატოლოგიურ კლინიკაში მას მომსახურებას თავაზობენ 5 ლარად შემდეგ წავიდეს და 30 ლარი გადაიხადოს აქ არსებობს სოციალური ფონის პრობლემას გამო გასაგებია სწორედ აი მარჩევანზე ვსაუბრობთ რა უფრო ძვირია შენი ჯანმრთელობა თუ როდესაც ეს ადამიანები მიდიან ამ კლინიკაში მათ ბუნებრივი აძლევენ უსაფრთხოების ყველა გარანტიას ჩვენ ახლა შეგვიძლია გადავიდეთ შემდეგ თემაზე სადაც არანაკლებ შოკის მომგვრელ კადრებს ნახავთ დიახ ქალბატონ ნატას მინდა მიმართო ქალბატონო ნატა მე გეთანხმებით არ არის სავალდებულო შეიძლება არ იყოს საუბარი შემდეგ კონტროლზე და კორუფციასთან დაკავშირებით გეთანხმებით მაგრამ როდესაც იხსნება კლინიკა ელემენტარულად რამდენად ის მოწესრიგებულია და რამდენად აქვთ მათ საშუალება რომ სწორად გააკეთოს სტერილიზაცია ამის გაკონტროლება მე მგონი არ არის სწორ და ლიცენზირებაში ფაქტიურად ამას გულისხმობდით ეს ლიცენზირების მოთხოვნა არ არის მაგრამ შესაბამისი ტექნიკური რეგლამენტით არის განსაზღვრული რომ მას უნდა სასტერილიზაციო და აპარატურა უნდა კონდეს ესე იგი ნარჩენების მართვის შესაბამისი კონტრაქტი და უნდა კონდეს შესაბამისი ჰიგიენური სტანდარტები თაპირფარაშოებთან და ასე შემდეგ მიმართებაში ასეთი სტანდარტები არის დადგენილი ეს აუცილებელი არ არის რომ იყოს ლიცენზირება სამწუხაროდ სტომატოლოგიური კაბინეტების არის გეთანხმებით სტანდარტები არსებობს და ეს ცნობილია მაგრამ აქ არის მეორე მხარე აი რამდენად თუ კი არ არის საჭირო ლიცენზია, თუ კი არავინ არ ამოწმებს დაწესებულებას, რა გარანტია გვაქვს, რომ ეს სტანდარტი არის დაცული? სამწუხაროდ გარანტია არის ის რომ რომ ეს იყოს რაღაცნაირად ერთიანი პროცესი ხარისხიანი მომსახურების უზრუნველყოფის ნელ-ნელა აქამდე მივა მომსახურება და ამაში დიდ როლს ასრულებს ისევ და ისევ გეუბნებით ის კონკურენტიანი გარემო გარდა ამისა მომხმარებლის მოთხოვნა და მისი უფლებები მაგრამ გარეუბანში სადაც მომსახურება ღირს იაფი რატომ უნდა იყოს ადამიანის სიცოცხლისათვის საშიში ბუნებრივია ეს კითხვა ისმევა და სანამ ამ ყველაფერს ბაზარი დაარეგულირებს მანამდე რა ვქნა ასეთი ტიპის გამოვლენას და ბუნებრივია ასე თქვათ ექსტრემალური და მარგინალური შემთხვევების გამოვლენას ნამდვილად აწარმოებს შესაბამისი სააგენტოები. შესაბამისად ესე არ ხდება, რომ ისინი საერთოდ არ მოწმდება, გარკვეული პერიოდულობით ხდება ესეთ მონიტორინგი, აქაც აღნიშნა ამ ადამიანმა სამწუხაროდ, მაგრამ ბუნებრივია, რომ ასეთი გამონაკლისების არსებობას ჩვენ სამწუხაროდ ვერ გამოვრიცხავთ. თუმცა ბუნებრივია უნდა ვებრძოლოთ ამ გამონაკლისებს, იმედი გვაქვს, რომ ჯანდაცვის სამინისტროს სამედიცინო რეგულირების სააგენტო ამ კონკრეტული ფაქტები დაინტერესდება, ჩვენ მზად ვართ მივაწოდოთ ყველა ეს გამოძიების შედეგები, რომელიც ტელეკომპანია იმედს გააჩნია. ახლა არანაკლებ შოკის მომგვრელი და კიდევ ერთი სკანდალური ჟურნალისტური გამოძიება, რომელიც სპეციალურად დღევანდელი ჩვენი გადაცემისათვის თამარ გედევანიშვილმა მოამზადა. თამარ არანაკლებ შოკის მომგვრელი სიტუაცია არის სილამაზის სალონებში, სადაც ხდება წვერის გაპარსვა ისე, რომ იქ წყალიც კი არ არსებობს და საკანალიზაციო არანაირი კომუნიკაცია არ არსებობს. რა სურათი დაგვხვდა მაშინ, როდესაც მუშაობდი ამ რეპორტაჟზე. სილამაზის სალონების სანახავად ჩვენ წავედით გადასასვლელ ხიდზე, მარტო ერთი მიზეზით, იმიტომ რომ ვიცოდით, რომ იქ თავმოყრილი ძალიან ბევრი სალონი არის ერთად. მე არ მინდა ვთქვა, რომ ყველა სალონში არის, ვთქვათ, განსხვავებული სიტუაცია, რადგან როგორც მომხმარებლები ამბობენ, თითქმის ყველგან ერთი და იგივე სიტუაციაა. რა ხდებოდა გადასასვლელ ხიდზე? დაახლოებით 20 სილამაზის სალონი არის ერთი მეორის მიყოლებით, არც ერთ მათგანში არ არის წყალი და ეგრეთ წოდებულმა სტილისტებმა არც კი იციან, როგორ გამოიყურება სტერილიზაციის აპარატი, როგორი არის ვიზუალურად და ისინი ამბობენ, რომ არასდროს მათთან არავინ არ მისულა და არ უთქვამს, რომ ეს არის აუცილებელი. თუმცა ერთი ძალიან საინტერესო დეტალი იყო, ჩვენ მე მაყურებელს მინდა ვამბო ამ რეპორტაჟის მომზადების დროს თავიდან მაწარმოეთ ფარული გადაღებები, თავდაპირველად შევიდა მომხმარებელი, რომელმაც მოითხოვა წვერის გაპარსვა, მას უთხრეს თანხმობა და
იქვე განუმარტეს, რომ მათ ეშინიათ პროკურატურის, რადგანაც იციან, რომ ჩადიან დანაშაულს, თუმცა ამის მიუხედავად ამ მომსახურებაზე მაინც თანხმდებიან, რომ ისინი მათ ინფორმირებულები არიან, რომ ეს არის კანონის დარღვევა, თუმცა კანონის დარღვევა მაინც ხდება. ნახოთ თამარ გედემანიშვილის ჟურნალისტური გამოძიება. ეს თანამედროვე საპარსის წინაპარი სამართებელია. ზედმეტით მის მოსაშორებლად მას გასულ საუკუნეებში აქტიურად იყენებდნენ. ის ფუფუნების საგნადაც კი ითვლებოდა. თუმცა დროთა განმავლობაში სამართებელი თანამედროვე საპარსებმა შეცვალა. ეს საგანი როგორც ინფექციის წყარო და სიცოცხლისთვის სახიფათო იარაღი ხმარებიდან ამოიღეს. თუმცა ყველგან არა. ეს ფარული ვიდეო მასალა თბილისში მდებარე ერთ-ერთ სალონში გადავიღეთ. იქ სადაც წყალი არ მოდის და არც ხელსაწყოების სტერილიზაცია ხდება. დალაქმა იცის, რომ ის, რასაც აკეთებს, კანონით აკრძალულია, თუმცა დღის განმავლობაში რამდენჯერმე ნახმარი სამართებლით მისი გაწმენდის გარეშე კიდევ ერთ კლიენტს პარსავს. იმისთვის, რომ რაიმე ინფექცია ან თუნდაც შიცი არავის გადასდოს, ქმედიც არაფერს აკეთებს, თუმცა გულწრფელად სჯერა, რომ არავის დააავადებს. წყალი არ თქვენ არ გაქვთ? კანონდარღვევა? კანონდარღვევა არა, უბრალოდ თვითონ ამ უფროსა ჯარიმება თუ მე რა, მე უზრუნჯონი. ამათ უფროსა შენ გაგო ბიზნესი გაკეთებული და წყალი არ აქვს. ეს თბილისის ცენტრში მდებარე გადასასვლელი ხიდია. აქ რამდენიმე სავაჭრო ობიექტთან ერთად ათობით სილამაზის სალონიც ფუნქციონირებს. ჩვენ შევეცდებით გიჩვენოთ, რა პირობებში მუშაობენ ეგრეთ წოდებული სტილისტები. დასკვნა კი თქვენ გამოიტანეთ. დაცულია თუ არა მომხმარებელთა უფლებები. წყალი გაქვთ? გეხოცები რა დამონე. წყალი გაქვთ? ვიდეო კამერას აქ ყველა ერიდება. ირწმუნებიან მაკრატლებით, აქ არც ფრჩხილებს აკეთებენ და არც სამართებლით პარსავენ ვინმეს. რა საფრთხეს ატარებს არასტერილური მაკრატლები, აქ თითქმის არავინ იცის. ჩვენ აქ არ პარსავთ, მარტო თმაშჭვით და ვარცხნით. არც წვეთყვა, არც მანიკური, არც პედიკურია. აბა ის წყლის ფოთლები რა თქინათ იქ რო გააქვს? დასალებად. მარტო დასალებად? და სტერილიზაციას ატარებთ აი. სტერილიზაციას რა უნდა? ხელსაწყოებს რომელ სალონში არის სტერილიზაცია? არც ეს სალონში არ არის მაკრატელზე. არის ნუნების საჭიროზე, რომელსაც ჩვენ არ ხმარობთ. თქვენ წორს არ პარსავთ? წორს არ ვპარსავთ, იმიტომ რომ ეწერებოდა. არც მანიკური, არც პედიკური. არც ეს სალონში არ ხდება თბილისში მაკრატელის სტერილიზაცია. უბრალოდ სპირტით წმინდა ბამბით ვასუფთავებთ და ეს არის, მეტი არა. მაკრატელს არ უნდა სტერილიზაცია, გაიკითხეთ და იკითხეთ და გაიგებთ. მაგით არ გადადის დაავადება. არ გადადის? არ გადადის. თუ ყური არ მოაჭერი. ანუ არ დაჩეხავა რა კლიენტს. კლიენტმა იცის ეს პირობები და ხმაყოფილია და მოდიან და იჭრიან. წყალი გაქვთ სალონში? კი. აბასად გაქვთ შეგიძლიათ ანახო? მაქვს. მანახეთ შეგიძლიათ? ბოთლებში მაქვს. ბოთლებში რატო ისე რატო არა? არსად არ არის ეს წყალი. არც ერთ სალონში არ არის? აბა როგორ ახერხებთ კლიენტის მომსახურებას? ჩემი კლიენტები პირადად მოდიან თუთმის გასწორება ესა უნდებიან მოდიან ესა უკვე გამზადებულები. კი. კლიენტურა ბევრი ყავთ? არც ისე რა. და სტერილიზაციას როგორ ახერხებთ? არ ვაკეთებ სტერილიზაციას. არ აკეთებ სტერილიზაციას? არა, იმიტომ რომ არც პარსავს არც არაფერი. აი მაკრატლებს მაგრატლის სტერილიზაცია შეუძლებელი, იმიტომ რომ ესეთი მაგრატლი მუშაობს, რომელიც თვითონ ლესავს რა, სამატოჭკა. მე არ არის საშიში. ან საშიში რატო? აი მის შეჭით, ერთს შეჭით, მეორეს საჭრო შეჭით, მე სპეციალური ესე მაქვს, სპეციალური სპირტი რომელიც ესაა. აი რა სპირტია ეგ მანახეთ? ნუ ყველაფერს არ ვაჩვენებ, არ შეიძლება. პატარა ფართი, დაუცველი სანიტარული ნორმები, სამაგიეროდ კი დაბალი ფასები, თუმცა მსგავსი სალონები, სადაც წყალიც კი არ არის შეყვანილი, დედაქალაქის თითქმის ყველა რაიონშია. საგანგებოდ მოტანილი ჭურჭლით, აქ უკიდურესი საჭიროების შემთხვევაში წყალს ყავის მადუღარაში აცხელებენ. სალონები აქ 3-დან 5 კვადრატულ მეტრ ფართობზეა განთავსებული. წყალი ტერიტორიაზე გამოყვანილი არ არის და არც სასტერილიზაციო დანადგარი აქვს ვინმეს. წვერის გაპარცვის შემდეგ წყლის ჩამობანის ნაცვლად აქ სახეს ამშოლებენ. საგანგებოდ მოტანილი წყლით დანამულ თმას კი უბრალოდ აშრობენ. დალაქების სწოდავენ, თუმცა სწოდავენ მათი დამსაქმებლებიც. სპეციალური ინსტრუქცია, როგორ მოემსახურონ კლიენტებს, არც ერთ პარიკმახერს არ მიუღია. სამწუხაროდ, აქ არც შიცის ცენტრიდან მოსულა ვინმე და არავისთვის აუხსნია, რა მნიშვნელობა აქვს სტერილიზაციას მათი და მომხმარებლის ჯანმრთელობისა და სიცოცხლისთვის. ვინ უნდა ააგოს ამ ყველაფერზე პასუხი და ვინ უნდა აღკვეთოს ქვეყანაში, რომ ადამიანების სიცოცხლე ელემენტარული მომსახურების შედეგად საფრთხის ქვეშ არ დადგეს. ქალბატონო მადუნა, თქვენ თავადაც იყავით და დაათვალიერეთ ეს ტერიტორია. ვინ არის ამ ყველაფერზე პასუხისმგებელი? სამწუხაროდ არავინ არ არის პასუხისმგებელი. მეცაც გეტყვით, ელემენტარულად სალონში, როდესაც შევედი და მოვითხოვე ჩემი უფლება
და თხოვე მაჩვენეთ როგორ ხდება იარაღების სტერილიზაცია თქო მითხრეს რომ უბრალოდ არ გამიკეთებდნენ მანიკიურს მე არც ვაპირებდი იმ სალონში იმდენად ჩემთვის შოკის მომგვრელი იყო რაც ნახე მაგრამ აი ზუსტად მაგ ადგილას მოვითხოვე თუ არის შესაძლებლობა რომ გავიკეთო მანიკიური თქო და მითხრეს რომ კი მანიკიური დამეფასეს 3 ლარი მაგრამ 3 ლარად ვინც გაიკეთებს იქ და მიიღებს მომსახურებას აუცილებლად ვაძლევ გარანტიას რომ ალბათ დაზარალებული გამოვა. თუმცა ეს სალონები არიან ადაპტირებული ბიზნესზე და შემოსავალზე. მათ რომ არ ყავდეთ მომხმარებელი და ყოველდღურად ათობით ადამიანი რომ არ იღებდეს მათ სერვისს, შესაბამისად ეს ადამიანები და ეს სალონები არ იარსებებდა, ხო? ქალბატონო მე თქვენ მინდა კითხოთ, რატო არავინ არ განუმარტა თუნდაც ამ ადამიანებს ან არ ეწევით სამუშაოს, როდესაც განუმარტათ რომ საჭიროა ამ ნივთების ელემენტარულად სტერილიზაცია? რომ აღავს ვისაუბროთ რომ წყალი აუცილებელი სალონში. შიცის ცენტრი არ გახლავთ მაკონტროლებელი დაწესებულება. ჩვენ ვართ კლინიკა. ჩვენ ვემსახურებით პაციენტებს ან თუნდაც ის, ვისაც აინტერესებს თავისი ჯანმრთელობის სტატუსი. მე საუბრობ თუნდაც საგანმანათლებლო სამუშაოებზე, რომელსაც თქვენი კლინიკის წარმომადგენლები საატარებენ, როდესაც ადამიანებს უბრალოდ უნმარტავენ, აქ არ არის აუცილებელი თუნდაც რეიდის ჩატარებაზე. გასაგებია, მაგრამ ისევ და ისევ ჩვენ მაინც პაციენტებზე ვართ ორიენტირებული და ასე ვთქვათ, პროფილაქტიკური საგანმანათლებლო სამუშაოები ძირითადად გადასული არის მაინც არასამთავრობო სექტორზე და ანუ არასამთავრობო სექტორმა თუ გადაწყვეტა რომ ამისთვის მას ფინანსური რესურსი არ აქვს, ეს ყველაფერი დარჩება ისე როგორც არის. სამწუხაროდ ესეა. მაკონტროლებელი ვერ შეიძლება იყოს არასამთავრობო ორგანიზაციამ შეიძლება ინფორმაცია მიაწოდოს ვიღაცას. იმიტომ რომ კონტროლს ყოველთვის უნდა მოყვებოდეს სანქცია გარკვეული, ხო? თუ წესი არსებობს და ეს წესი იღება, ამისთვის უნდა იყოს შესაბამისი სანქციაც ეს სახელმწიფოს. ქალბატონო მზია, ვინ უნდა აღკვეთოს ეს ყველაფერი? ბუნებრივად გვესმის, რომ იმისთვის, რომ ბიუროკრატიული პროცედურები გამარტივდეს, შესაბამისად ლიცენზიებისა და ნებართვების რაოდენობა მინიმუმამდეა დაყვანილი, თუმცა არის თუ არა ამ შემთხვევაში თამაში ადამიანების ჯანმრთელობით? არა, გეთანხმებით, რამდენადაც გამარტივდა ბიზნესის კეთება, ეს არ ნიშნავს, რომ რაღაცა საპირწონეთ იყოს ადამიანის ჯანმრთელობა. ამას აუცილებლად სახელმწიფო უნდა აკონტროლდეს, უბრალოდ არასამთავრობო სექტორსაც აქვს გარკვეული როლი. ჩვენ ჩუმად ვისმენთ, ჩუმად უყურებთ და არ ვაქტიურობთ. ისე ვიტყოდი, რომ რატომ არ აქტიურობთ? ხო, აი ჩვენ უნდა ვიაქტიუროთ. საკუთარ თავსაც ვადანაშაულებთ. ანუ პრობლემა არასამთავრობო სექტორშიც არის, თქვენს დუმილში. ცოტა გადაჭარბებულად მეჩვენება ის, რომ თმას როცა შეიჭრის მაკრატლის სტერილიზაცია, ნეტა კლინიკებში იყო სტერილიზაცია თავის დონეზე. ფრჩხილზე აუცილებლად ძალიან საინტერესო იქნებოდა გენახათ ტატუირების სამართების გამოყენების დროს. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ტატუირების ცენტრები მოგეკითხათ, იმიტომ რომ ძალიან პოპულარული ახალგაზრდებში პირსინგი და ტატუირება. აი ეს ძალიან რეალური საფრთხეა. თმის შეჭრა და მაკრატელი ჯობდა რომ ალბათ ესე არ ჩვენ აუცილებლად დავინტერესდებით და თუნდაც თქვენი არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებთან ერთად დიდი სიამოვნებით ჩავატარებთ ახალი ამბებისათვის რეიდს. ძალიან სერიოზული დარღვევები შეგვხვდება და მინდა ეს ახალგაზრდებმა იცოდნენ. ძალიან დიდი მადლობა. ძალიან დიდი იმედი გვაქვს ქალბატონო ნატო, რომ თუნდაც დღევანდელი ჩვენი გადაცემის შემდეგ, სადაც მიუხედავად იმისა, რომ ეს თემა ძალიან სენსიტიურია, გამოვიტანეთ საჯარო დისკუსიისათვის, იქნება უფრო მეტი ქმედითი ნაბიჯი გადადგმული იგივე არასამთავრობო სექტორის მხრიდანაც და იგივე თქვენი უწყების მხრიდანაც. ეს არის ყველაზე ცხელი თოქ-შოუ ქართულ სატელევიზიო სივრცეში. გადაცემის მესამე ნაწილში ვისაუბრებთ სტიგმის შესახებ, ანუ ადამიანებზე, რომლებმაც უბრალოდ გარიყეს მათი მეგობრები, ახლობლები, მეზობლები, რომლებსაც დაუდასტურდათ, რომ ისინი აი პოზიტივის მატარებლები არიან. ამ სტუდიაში შემოვა ქალბატონი, რომელიც არ მალავს და ამბობს, რომ ის არის შეძენილი იმუნოდეფიციტის სინდრომით დაავადებული. რამდენიმე წუთში ღია ეთერში წვავე დისკუსიები დაბრუნდა. ეს არის 100 გრადუსი ცელსიუსით ყველაზე ცხელი თოქ-შოუ ქართულ სატელევიზიო სივრცეში. გადაცემის მესამე ნაწილში ჩვენ ვისაუბრებთ პრობლემაზე, თუ როგორ აღმოჩნდნენ ადამიანები, რომლებსაც შეძენილი იმუნოდეფიციტის სინდრომი აღმოაჩნდათ საზოგადოებისაგან გარიყულები. ახლა ჩვენ შეგვიძლია ნახოთ ჩვენი კორესპონდენტი შოთა კიკნაძის მიერ მომზადებული რეპორტაჟი, რომელიც კახეთის დაუჯერებელ ისტორიას ასახავს, როდესაც სოფელ ველისციხეში ერთ-ერთი ქალბატონის გასვენებაში, რომელიც შეძენილი იმუნოდეფიციტის სინდრომის შედეგად გარდაიცვალა, მეზობლები არ მივიდნენ ერთადერთი მოტივით, მათ შეეშინდათ, რომ თავადაც არ გამხდარებდნენ ამ ვირუსის მაგალითები. გედას გეფიცები თუ გამახსოვს. გარდაიცვალა და რატო მოხდა ხალხი აწვალა. აი ნახე და თავიც გიხოცები რა ბოდიში ძალიან ბევრი საქმე მაქვს. მეც არა ყოფილი ვარ, აი რა გითხრა. გიხოცები რა ბოდიში. ჯგუფური პროტესტის ისტორია სოფელ ველისციხეში დღემდე ახსოვთ. ასობით ადამიანი მეზობლის პანაშვიდსა და სამძიმარზე ერთადერთი მოტივით არ მივიდა. ის შეძენილი იმუნოდეფიციტის სინდრომით გარდაიცვალა. მეზობლების ერთი ნაწილი ამბობს, რომ შეეშინდა მიცვალებულს ვირუსი მათთვის არ გადაედო.
დანარჩენები კი პროტესტის საკუთარ ვერსიებზე საუბრობენ. მეზობლები კიდე არავინ არ მოვიდა. დაჟე თავიდაც არ ჩამოვიდა, რა ვიცი, თავი დეიდა. არც ბიძაშვილები მოიდნენ, არც არავინ. რატო არ მოვიდა? იმიტომ რომ შიცი აქ გულთვინ არ მოვიდა. 40 წლის ქალბატონი სოფელ ველის ციხეში აივ ინფექციის დიაგნოზით გარდაიცვალა. დაავადების შესახებ თავად მანანა ხამხაძემ გარდაცვალებამდე 2 კვირით ადრე შეიტყო. ინფორმაცია სასიკვდილო დიაგნოზზე ველის ციხეში მალევე გავრცელდა და ინფიცირებული ქალბატონი მეგობრებმა, ნათესავებმა და მეზობლებმა გარიღეს. აივ ინფიცირებული ქალბატონისგან თავის დასაცავად მეზობლებმა მასთან ურთიერთობა შეწყვიტეს. სოფელში იხსენებენ, რომ სამძიმარზე მხოლოდ 10 ადამიანი მივიდა. ოჯახის წევრები და ყველაზე ახლო ნათესავები. არ მოვიდა, იმიტომ რომ იმ გიჟმა ექსპერტმა თქვა, რომ არ მიხვიდეთ გადასადები ექიმიკაცია. ექიმიკაცია და ლოთი. რომ მოკვდა მაგარი რამეები ამოუაო და რა უნდა მოსულო და ქალია ის იმასავით იყო, რომ იმის ნაბანი დაილეო და რა უნდა მოსულო და დამპალი ორგანიზმი ქონდა თუ რა. ყველა ერიდებოდა, არავინ აღარ მიდიოდა. განზე იდგნენ. არ უნდათ რა შეხებოდნენ უბრალოდ. მეზობლების ჯგუფის პროტესტის გამო ოჯახმა ქელეხი ნათესავების ეზოში გადაიხადა. იმ მოტივით, რომ შიშის გამო შესაძლოა მათ სახლში არავინ მისულიყო. მეზობლის ეზოში გავაკეთეთ. რაც იყო რა პატარა ის. და იქ ვიყავით მეზობლების უყოლანი. და რატო ამ თავის სახლის ეზოში არ გავაკეთე? არ ვიცი, რა ვიცი, ბიჭებმა მოდი მეზობელმა თო ჩემთან გავაკეთოთ, რომ იქ შეიძლება არავინ არ შემოვიდეს იქ, რა თუნი გავაკეთეთ. როგორც ვიცი, დაკრძალვაზე ხალხი არ მოვიდა. ცოტა იყო ძალიან, აი სულ რამდენიმე რა, 10 ადამიანი. მიზეზი რა იყო, რა ვიცი, ერიდებოდნენ თუ რა ვიცი რა იყო. 40 წლის ქალბატონის დაკრძალვის შემდეგ ოჯახმა მისი შვილებიც გარიყა და ბავშვებს მათთან კონტაქტი აუგრძალა. ბავშვებსაც კი აღარ ელაპარაკებოდნენ, 2 ბავშვი ყავდა. და ბავშვებიც ესე განდეგილებივით იყვნენ. ინფიცირებული ქალბატონის ბავშვები უკვე 4 წელია საცხოვრებლად სხვაგან გადავიდნენ. სოფლისგან გარიყული ბავშვები ბებიამ გააშვილა. სახლი კი სადაც გარდაცვლილი წლების განმავლობაში ოჯახთან ერთად ცხოვრობდა დაკეტილია. მეზობლები ამბობენ, რომ შიშის გამო ხალხი ამ ქუჩაზე სიარულსაც კი ერიდება. ერთ-ერთმა თანასოფლელმა ჭორი გაავრცელა, რომ ვირუსი ჰაერწვეთოვანი გზით გადადის და შესაძლოა ნებისმიერ დროს სხვებიც დაავადდნენ. ისტორია მძიმეა, ფაქტები დაუჯერებელია, თუმცა ეს ყველაფერი არის რეალობა, რომელშიც ჩვენ ვცხოვრობთ. კახეთში სოფელ ველის ციხეში გადაღებული რეპორტაჟი. ადამიანები, რომლებიც საკუთარი დიაგნოზის გამო ხდებიან დევნის ობიექტები. ახლა ჩვენ სტუდიაში შემოგვერდება ქალბატონი ლამზირა ჩალაძე, რომელიც აივ დადებითის მატარებელია, თუმცა ამის მიუხედავად ის სტუდიაში საკუთარ ვინაობას არ მალავს და საკუთარ პრობლემებზე თუ როგორ ხდება თავადაც დევნის ობიექტი, ღიად ისაუბრებს. ლამზირა ჩალაძე სტუდიაში. ძალიან დიდი მადლობა ქალბატონ ლამზირა, რომ შემოგვერთით. სპეციალურად ჩვენთვის ქალბატონ ლამზირა ქუთაისიდან ჩამოვიდა. ქალბატონ ლამზირა, რამდენი წელია უკვე აივ დადებითის მატარებელი ხართ? თითქმის 10 წელი. მიზეზი? ოპერაციის გამო. ოპერაცია გამიაკეთა 2001 წელს და დამჭირდა სისხლის გადასხმა. და ეს სისხლი ამოჩნდა ინფიცირებული. მე ბავშვთან კონტაქტში, რა თქმა უნდა, ცუცუბაწვე რაღაცა და ბავშვი დაინფიცირდა. ახლა თქვენი შვილიც ინფიცირებულია? დიახ, ბიჭი. ვინ ზრუნავს თქვენზე? მე ხლა რეალურად არავინ. ერთადერთი არის, რომ სიცოცხლეს მინარჩუნებს ქუთაისის შიცის ცენტრი. მე ხმარება ახლა კიდევ პროდუქტის სახმარებაც არის სურსათის. თუმცა რამდენიმე თვე ეს დახმარება თქვენ არ მიგიღიათ? არ მიგვიღია კი, მაგრამ ახლა დაიწყო და რა ვიცი რამდენიმე გაგრძელდება, მაგრამ აი ეკონომიურად ძალიან გვიჭირს. ძალიან გვიჭირს. თუ რამე მქონდა სახლში, ყველაფერი დავყიდე. საცხოვრებლის პრობლემა მაქვს. ჩამტრეულია სულ ყველაფერი, არანაირად იმას რა ქვია დეზინფექციური მდგომარეობა იქ ნორმალური არ არის. სულ მომსპარია იქ ყველაფერი. სოკვები ამოგვივა სახლში. ისეთი მდგომარეობის ქვეშ ვართ.
თქვენ სცადეთ მუშაობას. ბაზარში დიდ ხაჭაპურს. მუშაობა, მაგრამ რადგან ინფიცირებული ვარ, არავინ არ იყო ჩემგან. ეს მას ხაჭაპურებს ყიდიდი. და იძულებული გავხდი, რომ დამენებებია თავი. ეს არის ყველაზე ცხელი ток-შოუ ჩვენ აქ არ ვერიდებით საჯაროზე გამოვიტანოთ, თუნდაც ყველაზე მტკივნეული, ყველაზე სკანდალური და ყველაზე ხმაურიანი სტატიები. ახლა ძალიან გვიჭირს. სწორედ თქვენ, როდესაც ეკონომიურად უჭირდა ამ ადამიანს, მან გადაწყვიტა, რომ ბავშვისთვის გაეკეთებინა პენსია, თუმცა ერთ-ერთ კლინიკაში ქთამის სახით 750 ლარი მოსთხოვეს. მოგვიყევით ამის შესახებ. დიახ, ერთ-ერთმა საავადმყოფომ მომთხოვა ფული თანხა, მაგრამ მე ჩემთვის ვიკეთებდი პენსიას და თანხა მომთხოვა. რაში გთხოვდრე რამ თანხას? ნუ არ გეკუთვნის როგორც იცი დავადებულიო, მაგრამ როგორც შეროზიანი, მაგრამ მე დამეხმარა ნანა ექიმი, რომ ნამდვილად დამეხმარა, რომ მეკუთვნოდა. აი ასე. აი ესე დამეხმარა და გამიკეთდა ეს სახმარება და ისა პენსია და ძალიან ვთხოვ ამ საზოგადოებას, რომ ჩვენ არც ისე ახლა ვუსმენდი ტელევიზიით გადაცემას, არც ისე საშიშები ვართ, როგორც მაგათ გონიათ. ნამდვილად არ ვართ საშიშები. მეზობლებთან კონტაქტი მაქვს სამ წუთში, მაგრამ მე აი ყავის დასალევად რო შევა, ჩემი კრუშკით მივდივარ. რომ ყავა იმისთვის რომ დისკომფორტი არ შევქვნათ. თქვენთან გარკვეულწილად ახლო ნათესავებმაც კონტაქტი შეასუსტეს. შეასუსტეს, რა თქმა უნდა, კონტაქტი. რომ მაგათ გონიათ, რომ აი ეს დავადება არის, ესე იგი გადამდები, მაგრამ უხსნი ყველას, რომ ეს არ არის გადამდები ინფექცია. მხოლოდ გადადის სისხლით, შპრიცით, მაგრამ რა ვქნა, როცა არ გადის საუბარი და არავის არ ეყურება, ესმის მჯობია, რომ ჩემთვის ჩავიკეტო. უკვე აი დავეცი, ისე დავეცი, რომ არ შეიძლება მეტი. მანამდე შემართებული ვიყავი, არ მეშინოდა. მაგრამ ახლა არ ვიცი. როგორ ვარ მე თვითონ არ ვიცი. თქვენ არ მოითხოვეთ ეთერში თქვენი სახის დაფარვა, თქვენი ვინაობის დაფარვა? არ მოვითხოვე, იმიტომ არ მოვითხოვე, რომ წეღანაც უყურებდი გადაცემას, ეს არ არის დასამალი, არ არის ნამდვილად, იმიტომ რომ ეს ყველამ უნდა იცოდეს. ხომ ხედავე, რომ რა მდგომარეობა არის, თუნდაც კლინიკებში, თუნდაც აი მაგალითად იმაში რა ქვია, ქალთა სალონებში, აი ძალიან ძნელი მდგომარეობა არის. იქ უნდა იცოდეს ყველამ, რომ მიდიხარ, რომ დაავადებული ხარ. რატო უნდა დაფაროს ხმა, რატო უნდა დააინფიცირო? თქვენმა შულმა იცის, რომ ის არის აივდადებითის მატარებელი? კი, როგორ არის? დედიკო მართლა მომკვდებიო, ასე თქვა. ვინ უთხრა? რა ვიცი, წამლების დალევა ეზარებოდა და ექიმებმა უთხრეს, რომ თუ კი არ დალევა ამ წამალს, ცუდი მდგომარეობა წავაო და ბავშვმა იცის, მაგრამ იმდენად არ განიცდის, ჯერ პატარა არის. მაგრამ ბავშვის მდგომარეობა ძალიან კარგია და ძალიან თხოვ ჯანდაცვას, ძალიან თხოვ, რომ ჩვენ ვართ ინვალიდები და გამოგვიყონ პენსია. პენსია გამოგვიყონ, რომ აი ჩვენაირ დაავადებულებს ყველას გქონდეს პენსია. როდემდე უნდა ვიყო სხვისი ხელის შემცვერვალე. სიცი დაავადებულმა ხალხმა მიიღონ პენსია თავის კუთვნილი. რა ქნან ამ ხალხმა, მარტო წამალი არ ყოფნის საქმეს. ამ შემთხვევაში თქვენი შვილი სწავლობს სკოლაში. კი ბატონო. მისმა თანაკლასელებმა იციან ამის შესახებ, ხომ არ ექნება? არა, იქ არანაირი შეზღუდვა არ აქვს ბავშვს. არანაირი პირიქით. სამეზობლოში უფრო აქვს. აი რა შეზღუდვა არის, რას გრძნობთ? გარიყვან, რა თქმა უნდა, გარიყვულები რათი ვართ ახლა, რომ გძნობ, რომ მე ავადმყოფი ვარ და რომ ჩემი ჭურჭელი არ იხმარება არსად, აი ამას გძნობ.
თქვენ სახელმწიფომ გადაგიხადეთ კომპენსაცია. საკმარისი იყო ის თანხა, რომელიც თქვენ აიღეთ? იცით რა იყო? ჩვენ ვითხოვდით 200,000 ლარს. ჯანმრთელობა მის შეაფასა დღეობით, მაგრამ ეს იყო მიზერული თანხა. ჩემი და ჩემი შვილის ჯანმრთელობისთვის. მე მაგალითად ახლა ცეროზეც ამაქვს ღვიძლზე. ხო და რა გარანტია მაქვს ჩემ შვილსაც რაიმე არ აღმოაჩნდეს. და გადამიხედეს 20,000 ლარიდან ნაწილ. რომლის ნაწილიც ადვოკატებმა წაიღეს მომსახურებაში. ბანკმა. ბავშვი არის უნიჭიერესი ბავშვი და ძალიან მინდა რომ დამყავს კომპიუტერში მე იმის საშუალება არ მაქვს რომ უყიდო. და რომელიმე ორგანიზაციამ რომ გამომიყოს დახმარება ნოუთბუქი ყველაზე იაფიანი რომ ჩამოუტანოთ ბავშვს. ჩათვალეს პრობლემა მოგვარებულია. პერსონალურ კომპიუტერს თქვენ ჩვენი გადაცემისაგან მიიღებთ საჩუქრად. ძალიან დიდი მადლობა იმისთვის რომ ჩამოხვედით აქ. თქვენი ინტერვიუ თემები და გადაცემა დავასრულოთ. დიდი მადლობა იმისთვის რომ ვიყავით ჩვენთან ერთად. დიდი მადლობა მთელ საზოგადოებას. მთელ საქართველოს რო გვერდში მიდგიხართ. ძალიან დიდი მადლობა. აი ამ ძალიან დიდი მადლობა. გადაცემის ბოლოს კი მინდა გითხრათ, ხელის ჩამორთმევით შიცი არ გადადის და არც კოცნით. შეძენილი იმუნოდეფიციტის სინდრომი არ გადადის. ეს იყო ყველაზე ცხელი თოქ-შოუ ქართულ სატელევიზიო სივრცეში. ძალიან დიდი მადლობა იმისთვის რომ იყავით ჩვენთან ერთად. ერთი კვირის შემდეგ ისევ იმედის ახსნით, ჩვენ ისევ შევხვდებით აქ.